ხათრით ხო არ დადიან ტაძარში. აი რამდენი შემთხვევა ხომ რომ ვიღაცა მშობლის ხათრით მოვა, იმიტომ რომ მშობელმა რაღაცა ისე. მშობელი არ დადის. მშობელი არ ცხოვრობს ეკლესიურად და უნდა რომ იული გამოსავალი ნახოს რომ შვილმა რაღაცეები დააშავა, გესმით და უკვე ეს აწუხებს მშობელს. განა ის კი არა რომ ის უღმერთოდ გაზარდა მთელი ცხოვრება. ეგ კი არ აწუხებდა მშობელს. არამედ მე ამ უღმერთოდ აღზრდილმა რაღაცეები რომ ჩაიდინა და უკვე ოჯახს მატერიალურადაც დაეტყო, იქ სადღაც შერწყნენ ამის გამო, იქ სადღაც პრობლემა წარმოიქმნა, ეგ აწუხებს. და ამის გამო უნდა რომ მე შვილი დადგეს გამოსწორების გზაზე. განა იმიტომ რომ ამ თვითონ უყარს ღმერთი და ანუ შვილი უნდა და ასე აღეზარდა, სამწუხაროდ არის. არამედ იმიტომ რომ მადლობა ღმერთს რომ ეხლა მაინც მოვიდა, მაგრამ ეგ მოსვლა ძალიან დროებითია ხოლმე. იმიტომ რომ რაღაცა სიცხვილი ჭამეს რაღაცა მოხდა და ეხლა უნდა რომ ეხლა შვილმა გადაუხვიოს და უცბად წმინდანი გახდეს, მაგრამ ეგრე არ ხდება ხოლმე. ოღონდ მშობელსაც კი არ უნდა რომ ან ერთად მოვიდნენ, ეუბნება რომ აი შენ უნდა იარო შვილო, უნდა იარო, ეს არ უნდა იაროს. რაც არ გისწავლებია, სად უნდა იაროს. და არ მოდის ისიც. ბუნებრივია.